გადავხედოთ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას. 9 აპრილს რუსმა ოკუპანტებმა კომუნისტი ქართველების თხოვნით საჯარო წესრიგის დაცვის მოტივით ახალგაზრდები დახოცეს. რუსებს და კომუნისტ ქართველებს ეს აქამდეც არაერთხელ გაუკეთებიათ, მაგრამ ამ სისხლმა გადაგვარჩინა, რადგან მანამდე საბჭოთა რუსეთი და რუსი ხალხი ჩვენი მეგობარი გვეგონა. ეგრე გვასწავლიდნენ 70 წელი. ამ სისხლის მერე კი ვიცით, რომ რუსეთი მტერია და ტვინს ვერავინ გამოგვირეცხავს. 9 აპრილი არ შერჩენიათ, კომუნისტები მალე გავყარეთ, მაგრამ პატრიოტიზმი მარაზმში გადაგვეზარდა და ერთმანეთს დავერიათ. მას მერე ერთმანეთს ვებრძვით. ჯერ საქართველოს ССР-ს, აფხაზეთის АССР-ს და სამხრეთ ოსეთის ΑΟΣ მოქალაქეები ერთმანეთს, მერე ზვიადისტები და ხუნტა, მოქალაქეთა კავშირი და ნაციონალური მოძრაობა, ნაცმოძრაობა და ქართული ოცნება, მიშა და ბიძინა. ამ ბრძოლაში ერთმანეთს ვემუქრებით, სისხლში ვამწყდევთ, ქვეყნიდან უყრით და ზოგჯერ ვკლავთ კიდეც. სასამართლოს, პროკურატურას, პოლიციას და ერბანკს ვიყენებთ ერთმანეთის გასანადგურებლად. ანუ იმის გასაკეთებლად, რისგანაც იდეაში ეს ინსტიტუტები უნდა გვიცავდნენ. ძალოვანებზე და ბიუროკრატებზე სრულიად მოშლილია პოლიტიკური კონტროლი. შეგიძლია ნებისმიერი სახელმწიფო ორგანო გამოიყენო არადანიშნულებისამებრ, თუ ძალაუფლება იმ მომენტში შენია და ადამიანის დაჩაგვრა გინდა. ამას ვაკეთებთ ბოლო 28 წელია. ერთმანეთს ცხოვრებას უმწარებთ სახელმწიფოს მანქანის გამოყენებით. ეს გონია საქმეც, ქართველობაც, პატრიოტიზმიც და პოლიტიკაც. ამის დამთავრების პირობას დებს გირჩი, რადგან ჩვენ ვართ ყველაზე მშვიდობიანი პარტია ქვეყანაში. ჩვენ არ ვითხოვთ ქვეყნიდან არავის გაგდებას, მით უმეტეს არავის დაჭერას და ციხეში ამოლპობას. ჩვენ არ გონია ჩვენი მტერი რომელიმე ადამიანი ან პარტია, ჩვენი მტერია ბოროტი იდეები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არ არსებობს დანაშაული მსხვერპლის გარეშე და ადამიანს უფლება აქვს მასთან მიქარული აპატიოს სხვა ადამიანს. ამ პრინციპით ციხიდან გამოსაშვებია პატიმართა არანაკლებ 2/3. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ერთი ადამიანი თავისი ინდივიდუალური ხასიათით და ნიჭით უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სახელმწიფო და არ არსებობს საჯარო ინტერესი, რომელიც ერთი ადამიანის ინტერესზე მაღლა-დგას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უხერხულია საკუთარ მოსახლეობას შესთავაზო ჩინჩალაძის სასამართლო და აუხსნა, რომ რუსეთს თურმე ფერი იცვალა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა ადამიანს გააჩნია ღირსება და უფლებაც კი, რომ მისი დაქირავებული ჩინოვნიკისგან მოითხოვოს პატივისცემა. ჩვენ გვინდა ეს ვასწავლოთ ძალოვნებს, სასამართლოს და ბიუროკრატიას. საქართველოში არსებული საბჭოთა რუსეთის მმართველობის სისტემა ჯერ ისევ დგას ძალოვნებზე, რომლებიც აკონტროლებენ პოლიტიკოსებს, მართავენ სისტემას და არა პირიქით. დასავლეთში ქვეყანას მართავენ პოლიტიკოსები და ძალოვნების საქმე მხოლოდ დანაშაულის პრევენცია და აღკვეთაა. ამიტომაც გამოსდით უკეთ, თორემ ჩვენზე მამაცი პოლიციელები კი არ ყავთ. პრობლემები იქაც არსებობს, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალოვნების სისტემა პოლიტიკურ კონტროლს ექვემდებარება. ჩვენ გვინდა, რომ პოლიტიკოსები მართავდნენ ქვეყანას, ხოლო იარაღიანი ხალხი ადამიანსა და დამნაშავეს შორის ჩადგეს, ნაცვლად იმისა, რომ უდანაშაულო ადამიანები აქციოს დამნაშავეები. ამიტომ ართ გირჩები ყველაზე მშვიდობიანი ხალხი და ვფიქრობთ, რომ ქვეყანა იარაღით კი არა, საუბრით უნდა იმართებოდეს. მთავრობამ კი არ უნდა გვმართოს ცხრებივით, არამედ ჩვენ უნდა უთხრათ და კონკრეტულად შემოუფარგლოთ მთავრობას თუ რა არის გასაკეთებელი. ჩვენი აზრით ეს არის ქართველობის დაბრუნებაც. ამიტომ ჩვენ არ ვპირდებით ადამიანებს მათი აზრით ცუდი ხალხის ციხეში ჩასვლას. მაგრამ იმას ვპირდებით, რომ არც ისინი მოხვდებიან ციხეში ტყუილად და შემთხვევით. მეტით, ჩვენი აზრით, ყველა ნაგავია, ვინც დღეს ისევ მტრის ხატის შექმნით ცდილობს ჩვენს დაყოფას და ძალაუფლების დაბრუნებას თუ შენარჩუნებას. ეგ ხალხი წარსულშია ჩარჩენილი და დასაწყისში რომ საბჭოთა რუსეთი ვახსენეთ, დღესაც ეგ რუსეთია. და ამ რუსეთისთვის პროგნოზირებად თამაშს თამაშობს ყველა, ჩვენ გარდა. ჩვენ არ გიხატავთ მტრის ხატებს. ჩვენ ეგ არ გვჭირდება, რადგან მათგან განსხვავებით ჩვენ შინაარსი გვაქვს. სწორედ ამიტომ გირჩი ერთადერთი მშვიდობიანი პარტიაა საქართველოში.